ამ სერიალს უწევ რეკომენდაციას, შეგიძლიათ უყუროთ და შემდეგ თქვენი დამოკიდებულებები გამიზიაროთ. გრძელდება რუბრიკა სერიალებთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად კი სერიალების ინტროებთან. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სამ გამორჩეულ და საინტერესო ინტროზე, რომელთაგან ერთ-ერთი ინტრო, რომელიც აქ გავა, არ იქნება ორიგინალი და თქვენს უნდა გამოიცნოთ. აბა ვნახოთ, რამდენად დაკვირვებულები ხართ. მესამე ადგილას იყოს True Detective-ის პირველი სეზონის ინტრო. ამ ინტროს აქვს ძალიან კარგი სიმღერა, მუსიკა და ძალიან საინტერესო კადრები ინტროში. აბსოლუტურად დასახავს იმას, რაც არის სერიალის ეს ნაწილი თუ სეზონი, როგორც მინდათ ისე მოიხსენიეთ. დამაინტრიგებელი არის, დამაინტრიგებელი მეტად განწყობა მოაქვს იმის, რაც ეს სეზონი არის და ასე შემდეგ. საინტერესო, დასამახსოვრებელი და კარგი ინტრო. მეორე ადგილას არის Better Call Saul-ის ინტრო. სერიალი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის, მაგრამ ინტროც მათ შორის აღნიშნავს იმსახურებს. ხოლო პირველ ადგილზე ამ სამეულში იყოს Breaking Bad-ის ინტრო. რა თქმა უნდა, ეს სერიალი განსაკუთრებული არის და ზოგადად ალბათ სერიალების ნუმერაციაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს, მაგრამ მისი ინტროც გამორჩეული და განსაკუთრებული არის. როცა ერთხელ ნახავთ ამ ინტროს, ყოველთვის მოგიტანთ იმ განცდას, რაც ამ სერიალის ყურებისას გქონდათ. რა თქმა უნდა, თუ კი ეს სერიალი ნანახი გაქვთ. როგორც უკვე გითხარით, ამ ინტროებიდან ერთ-ერთი იყო არაორიგინალი და ეს არაორიგინალი ინტრო შესრულებული არის ქართველი მხატვრის მიერ. მე ამ მხატვარს დავთაგავ, ეს იყო ჩვენი პირველი კოლაბორაცია. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლაბორაცია კვლავ გაგრძელდება, უფრო საინტერესო და მასშტაბური ფორმებით. და follow-ით ქალბატონი სოფიო. ეხლა დაგემშვიდობებით, კარგად.